ვისაც ჩემსავით კლასიკური პასკა გიყვართ, ამ რეცეპტით ძალიან მარტივად მოამზადებთ. პასკა გამოდის საკმაოდ ფუმფულა, ნოტიო და ძალიან არომატული. პირველ რიგში 2 სუფრის კოვზი საფუარი და 1 სუფრის კოვზი შაქარი გავხსნათ თბილ რძეში და დაველოდოთ გააქტიურებას. კვერცხის ცილა გავაცალკევოთ გულისგან და გავტკბებოთ გათეთრებამდე. კვერცხის გულს ასევე დავამატოთ შაქარი და კარგად გადაურიოთ. ცალკე ჭურჭელში გავაერთიანოთ სუნელები, მე ვიყენებ დარიჩინს, მიხაკს, ილის და მუსკატს. ცოტაოდენ წყალს ვასხამ და ვაჩერებ. ვამატებთ თბილ რძეს და გათქვეფილ ცილას. ცალკე ქვაფში გავადნოთ კარაქი და დავამატოთ ცომის მასას. ასევე დავამატოთ ზეთი, გააქტიურებული საფუარი, ვანილი, სუნელები და ბოლოს ფქვილი. უნდა გამოვიდეს საშუალო სისქის ცომი და შევინახოთ თბილ ადგილას. როდესაც ცომი ამოვა, დავამატოთ ზეთში მოთუშული ყურძნის ჩირი, რათა პასკაში უფრო რბილი და სველი სტრუქტურა მიიღოს. შემდეგ გადავიტანოთ ფორმებში და როდესაც კვლავ ამოფუვდება, შეგვიძლია ვაცხოთ 160 გრადუსზე ჯერ ქვედა, შემდეგ ზედაწვის